მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს გავაკეთოთ ჩვენ მოკლე გაშლა. ანუ რას ფიქრობს თქვენზე თქვენი პარტნიორი? ნახოთ. ეს მთხოვეს აღარ მაქვს რომელი არხზე, მაგრამ აქ გავაკეთებთ. ნახოთ აბა ჩვენთან რა თქმა უნდა ცოტა უფრო მეტი მინდა კითხვები დავუსვათ ცოტაზე, ხო? ნახოთ ეხლა ამ წუთში რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, რა გრძნობები გაქვს. ვკითხოთ ეხლა ჩვენ რა გიშლით, вообще, თქვენ ურთიერთობას თუ დაუშვოთ, ეხლა თქვენ გაინტერესებს ეს ფიქრები, ალბათ რაღაცა უშლის ხელის თქვენს ურთიერთობას, თუ არ უშლის, მაინც ვკითხოთ. შეიძლება გვითხრას вообще არაფერი არ გიშლით, კარგად ხართ, ხო? და ვნახოთ, უნდა თუ არა საერთოდ მაგას, ვაიმე დედა, ვაიმე რა ხდება, როგორ უნდა, გოგოებო, უნდა. так, უნდა თუ არა მაგას თქვენთან ყოფნა და რა უნდა იცოდეთ მის ფიქრებზე თქვენ ეხლა, აი რა უნდა, ფიქრებზე მე კიდე გავჩერდებით ჩვენ, ხო? და ვნახოთ არის თუ არა თქვენ ურთიერთობას აქვს თუ არა მომავალი. აი ესეც ვნახოთ ეხლა, კითხოთ, მე-15 არკანი. მე-15 არკანი, როცა ადამიანებს ეხლა პრინციპში უნდათ რომ გქონდეთ თან პენტაკლების არის აქ ტუზი, ადამიანებს მართლა უნდათ ურთიერთობა, თან ძალიან უნდათ რომ მომავალში იყოს რაღაცა. კი, იცოდეთ ეგა. უკვე დავიწყოთ, всё, მან არას გამოვიყენებ დღეს აქაც და ვნახოთ ეხლა მისი გრძნობა თქვენს მიმართ არის მარადიული, რატომღაც ეს მომდის მე. შემიძლია იგითხრათ რომ ეს ადამიანი პრინციპში так, მოიცადეთ ეხლა მე კიდე დავამოწმებ ერთი წუთით. გრძნობა აქ არის, მაგრამ ფიქრობს ეს ადამიანი აქ ამ თავის გრძნობაზე. აბა მითხარი კიდე აქ რას გულისხმობ შენ გრძნობას? იცით რა ხდება? ცოტა როგორი ტიპია, იცით? ამ ადამიანს აქ როგორი სიტუაცია აკონტროლებს, იმიტომ რომ ცოტა დავეჭვდე, იმიტომ რომ რაღაცას აკონტროლებს ეგ თავის გრძნობას ეხლა. იმიტომ რომ აქ შემიძლია გითხრათ უფრო მაჩვენეს ის, რომ ანუ თითქოს აი სულ ფიქრობს ეს ადამიანი, მაგრამ ძალიან ცდილობს რომ შეაჩეროს, აკონტროლებს. და აქ ეხლა ამ დროს როგორ არის, იცით, ეს გრძნობა არის ძალიან აი წვავს ასე მგონია რა, რაღაცა მაგას და თითქოს როგორი მომენტი არის, იცით, აი თავის თავს, აი ბრძოლაში არის თავის თავთან ეხლა ეს ადამიანი, იცით? იმიტომ რომ თან ეშინია რომ არ გაუშვა ხელიდან. თან მწვავს და ამიტომ აი თითქოს როგორ არის, იცით, აი ცივწყალს რო დაასხავს ადამიანი რა, თავის რაღაც აი იმანთებულ ცეცხლზე რა. და კარგით, ნახოთ ეხლა ჩვენ რა უშლის ხელს თქვენ ურთიერთობას. ცვლილებებიც. იცით რა უშლის ხელს? აი შეიძლება აქ ნახეთ რა უშლის ხელს გეტყვით პირველ რიგში, გოგოებო, თუ ვინმეს გაქვთ სხვაობა, ეს გიშლით ხელს და რატო აგიხსნით, ნახეთ. აქ შეიძლება ადამიანი რას კიდე ფიქრობს, იცით, აი რო შეიძლებაოდეს დრო დატრიალება, იმიტომ რომ ზოგჯერ არის როგორი მომენტი, იცით, აი შეხვდებიან ორი ადამიანი, არის მე ვიცით თქვენ ახლა, ვინც ჩემი რუსული არხიც ახლა ადრე უყურებდით და აქ ახლა ქართული სივრცეში ძალიან ცუდას ვაკეთებ ამ გაშლებს ახლა სხვაობაზე, ხო, ასაკზე, მაგრამ არის როგორი მომენტი, ადამიანები ხვდებიან და სიყვარულმა არ იცის არანაირი ასაკი, ხო, სულიმებმაც არ იციან არანაირი ასაკი. შეხვდნენ ადამიანები, ერთმანეთის შეუყვარდეს და მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, აი აქ უეჭველიათ ან ეს ორაკოლი არის და ეგრევე გვაჩვენებს, რომ აქ აი პირდაპირ გაგებით რა, ადამიანი ზის და ნახეთ უყურებს ამ საათებს, ამ ბედს უყურებს რა, რომ რატომ თავის დროზე არა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ეს თუ დაუშვოთ, ეხლა ნამდვილად თქვენთვის, ეხლა ან თქვენი პარტნიორისთვის, ან საერთოდ ასაკობრივი თემა არის მნიშვნელოვანი. კიდე, აქ რა უშლის ხელს, უშლის ის, რომ
იცვლება რა, ან როგორ არის? არა, მაგრამ რაღაც არ მომდის სხვა ინფორმაცია რა. ხო რა, ეგ არის. მენტალურად ხარ თქვენ ერთად, მაგრამ მანძილი, ვოთ, მანძილი. აი ეგ არის, ნახეთ, თქვენ ხართ როგორ იცით, ერთი აი აქ სხვაობა უეჭველი იქნება, აი დაჟე არც მინდა ლაპარაკი და როგორ არის, ზუსტად ეს რაც უნდა მეთქვა რა. ადამიანები ერთმანეთთან არიან ჯაჭვით მიჯაჭვულით, ან ეხლა გვაჩვენეს ჩვენ ეგრე აი სად იყო ბოლოში ხო, მე-15 არკანი. და ამ დროს აი ეს არის რა, რომ თითქოს ერთმანეთისგან არც უშვებენ, ხო? არც აძლევენ საშუალება, რომ ერთად იყვნენ, იმიტომ რომ აქ სულ თითქოს ფართუნა რა არის, ისეთ ხან კარგად, ხან ცუდად, ხან კარგად, აი ესე დადეს რა. ხო და აი ეს არის დროის ფაქტორი კიდე, მანძილი არის აქ კიდე, ხო, მაგრამ აი ეს მომენტი რაც პირველი გითხარით, ეს იქნება უეჭველი ბევრისთვის, აი ვინც ხართ. და როგორც სიგნიფიკაცია შეიძლება გქონდეთ თქვენ ეს მომენტი რა. იმიტომ აქ არის თითქოს ეს ცდილობს რომ გააჩეროს რაღაც იმიტომ რომ შენელებული არ არის ამ კარტებით, არ შემიძლია თქვა რომ შენელებული გქონდეს ადამიანს პირიქით რა, პირიქით. კარგით, აბა ვნახოთ ახლა ჩვენ უნდა თუ არა თქვენთან მაგას რო იყოს, კი, როგორ არ უნდა, ძალიან უნდა თქვენთან რო იყოს, აი ძალიან უნდა ამ ადამიანს იმის მიუხედავად სხვაობა გაქვთ, ვინ რას ეთქოს, აი ამას დაჟე როგორ არის იცით, აი აქ არ ვიცით, აი უნდა დავარქვა ალბათ მამაკაცი უმცროსი, ქალი უფროსი, უეჭველი, იმიტომ რომ აქაც ნახეთ, მანქანა არის, აქ დედაშვილი ვითომ ახატია, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ შემთხვევაში ეგაც ვთქვათ, რომ აი ქალი უფროსი, კაცი უმცროსი, ეს ქალი მიდის და ეს ბავშვი მოყვება და აქეთ ახლა უყურებენ მისი ძმა-კაცები რა, ვიტომ სად მიდიხარ ბიჭაჟენ, სად მიდიხარ, ხო? და ამავდროულად ნახეთ ახლა რომ ის რა ქვია, ეს ჩემოდანიც აგერ არის კიდე დგას სადღაც. უნდა როგორ არ უნდა მაგას თქვენთან უნდა. так, შემდეგი ჩვენ კითხვა გქონდა, так, რა უნდა იცოდეთ თქვენ? всё, აი ფიქრები, ხო, მისი ფიქრები. 10-იანი პენტაკლების. მე ხო გითხარით რა. მისი ფიქრები, მოდით ნახოთ, ახლა თქვენ ხართ მისთვის მისი ოჯახი. თქვენ ხართ მისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი. თქვენ ხართ, ის ადამიანი, ვისაც სიამოვნებით შექმნიდა ეს ოჯახს და საერთოდ არსად არ გაგიშოთ. თქვენთან უნდა რომ დაბერდეს, ასე რომ ვთქვათ რა, აი დაბერდეს უნდა რა, ნამდვილად უნდა. მაგრამ აი აქ რაღაცა კიდე რა მინდა, მაინც იცით, აი გრძნობაზე კიდე აბა მითხარი. აქ თითქოს იცით რა არის, ხა ნახეთ, აქ ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს აი თავიდანვე გეუბნებით, რაღაც მაქსიმალურად ცდილობს ეს ადამიანი აჩვენოს თავისი თავი, რომ ცივია, მე ვმართავ ჩემ ცხოვრებას, მე როგორც მინდა და აი თითქოს ძალით რაღაცას აჩერებს, გაიგეთ რა ხდება, მაგრამ ვერა, აი ამ მე-15-ს ცდილობს რომ რამენაერად მოერიოს ეს ამ ადამიანმა. და რატო ცდილობ? იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით, ძალიან დარდი აქ სიყვარულს, გეუბნებით რა. კი. სულ აი ამაზე ფიქრობს რომ აი აქ თითქოს იცით როგორ არის, დრო მიდის, თქვენთან არის ძალიან დიდი უფრო კავშირი, შეიძლება ამ ადამიანს კი უნდა თქვენთან მომავალში წასვლა, ფიქრობს რომ თქვენ ისე ოჯახი ხართ, მაგრამ აქ არის რაღაცა ესეთი მომენტები, რაც არ გაძლევთ თქვენ საშუალებას იმის რომ დაუშვოთ, ურთიერთობა ეს განვითარდეს ისე როგორც მას უნდა, ანუ უნდა თქვენთან ოჯახი, მაგრამ არის აქ რაღაცა მომენტები, რომელიც არ აძლევენ საშუალებას მას, რომ ეს იყო თქვენ სულ ერთად რა. კაი, კიდე რას ფიქრობ შენ ამ გოგოზე? რას ფიქრობ? უყვარ ხართ. სიყვარული. და ნახეთ, ისი მიყვარს ამ დასტაში, უკვე დაბერებულები ხო აჩვენებენ ხოლმე ორიანი თასების ახალგაზრდები, პატარები რაღაცა. აქ იმინა წყვილი, რომელიც არის შემდგარი და რომელსაც აქ ნამდვილი, აი მინდა რომ ვიყო მაგასთან, მინდა ამასთან ვიცხოვრო და აი სიყვარულში, იმიტომ რომ უკვე შეიძლება, აქ არის უკვე სიყვარული, გაიგეთ, უბრალოდ ეს ადამიანი თითქოს აი მაჩვენებს იმას, რომ
ამ სიყვარულით ეს ადამიანი იკურნება, აი რო ფიქრობს ამ სიყვარულზე, ხო? შეიძლება მარტო როცა რჩება, ფიქრობს რომ ნამდვილად აი სიამოვნებას ანიჭებს ეს სიყვარული მაგას, გაიგეთ? უნდა თქვენთან ფიქრობს რომ ეს არის ჩემი ოჯახი, იმიტომ რომ ამ ოჯახში თქვენთან ერთად როცა არის სიყვარული. აი იმიტომ გითხარით, აი დავბერდებოდი მის გვერდზე რა. კიდე რას ფიქრობ შენ? მაგრამ უწევს ახლა აქ შეიძლება გქონდეთ თქვენ მანძილი, შეიძლება თქვენ აი აქ ნახეთ ეს მისი даже ოცნება რატომღაც ასე მგონია რა. მაგრამ ამ დროს გაურბის თითქოს გაურბის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა მესამე პირები რა, ან მესამე სიტუაცია, შეიძლება სამსახური, ოჯახი, სხვა. შეიძლება თქვათ ახლა მშობლიური ოჯახი, ну რაღაცა არის აქ ის, რაც არ აძლევს საშუალებას და სულ რაღაცა მომენტები აქ ერევა. კიდე რას ფიქრობ ამ გოგოზე რას ფიქრობ შენ ამ გოგოზე? ну მიყვარს. მე ვიცი რომ ეს მელოდება, მე ვიცი რომ მას ვუყვარ, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არის ჩემთვის აი უმნიშვნელოვანესია და ითმენს ძალიან ბევრს ითმენს, იმიტომ რომ სულ ელოდება, კითხულობს სადავა აი რაღაცა ну თასიბის დედოფალი მიყვარს და ვიცის რომ აი ვიცი რომ ელოდება. კიდე რას ფიქრობ? არის ხალბა უეჭველია. ანუ თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამის გაცემა, ის მე ვარ პატარა ჯერ, მე არა მაგ იმდენი რაც მე მარტო შემიძლია მისგან მივიღო. აქ არ არის ესეთი თანაბარი მიმოცვა ენერგიის, იმიტომ რომ აქ გოგოს უფრო მეტის გაცემა შეუძლია ვიდრე ბიჭს და ბიჭი ვერ აძლევს იმას, მარტო მიმღები ენერგია რაღაცნაირად რა. ანუ მე ვერ ვაძლევ მაგას იმდენს რაც უნდა მივცე და ამ დროს იმსახურებს უფრო მეც ეს გოგო, იმსახურებს სერიოზულს, ეს არის ანუ ღვთის საჩუქარი, ანუ აქ საერთოდ თუ რამე ამ გოგოსთან უნდა შექმნე სერიოზული, კიდევაც უნდა ხელიც მოვაწერო, ჯვარიც დავწერო, რა ვიცი, ყველაფერიც უნდა გავაკეთო რა, იმიტომ რომ ეს იმდენად ღვთის საჩუქარი არის და იმდენად აი ჩემი მონათესავი სული არის და აქ აი ну უჭკვიანესი, უსერიოზულესი ჩემ ცხოვრებას ცვლის რა. მაგრამ მე ვარ მშვიდე, მე ვარ ჩუმად. ეს შეიძლება როგორ არის, იცით? აი თვითონ ისეთ რა, არ ვიცი რა უთხრა. გული მტკივა, ცუდათავა, არ ვიცი. აი ღამე რო ვწვები, რა ველაპარაკები, რაღაცას შეიძლება ახლა ვწერ. ვიცი რომ ესეც ელოდება ჩემგან რამეს, მაგრამ ვერ აი გული მაგა, აი რაღაცას სწავლად გატეხილი რა. კი ვიცი რომ აი პატარა ბავშვით ვიქცევი, კი ვიცი და ზოგჯერ ფიქრობ რომ აი საერთოდ ყველაფერი დავასრულო რა. აი სულ მაგა და მე გავიღვიძებ და ისევ ვფიქრობ რომ კიდე დავაწყვა, მინდა შევცვალო რაღაცა აქ, მაგრამ მინდა რომ ანუ ხო ხედავთ რომ რა ხდება აი ჩვენი 10-იანი მერყეობა კიდევაც რა უშლის ხელს. ხან ად გაიღვიძებს და არიქა და всё ვიწყებთ ურთიერთობას, მე აღარ მინდა დავამთავრებთ, მე ისე ვიწყებთ. მიხვდეთ რა ხდება? კი, იმიტომ რომ ანუ არ შეუძლია თქვენს გარეშე, არ შეუძლია და უკვე აი როგორი მომენტი არის, უკვე ამ ბრძოლით დაიღალა, უკვე ვეღარ ხედავს, აი რა გააკეთოს, დაიღალა, იცის რომ თქვენ დაგღალათ, თქვენ. და შეიძლება даже ფიქრობს რომ ადრე თუ გვიან თქვენ უკვე ამოგივათ ყელში და თქვენ დაასრულოთ. აი მაგის მოლოდინში არის გეუბნებით რა, მაგრამ ამავდროულად ახლა ამის არ უნდა, იმიტომ რომ აქ არის სიყვარული, აქ უნდა თქვენთან. მიყვარს ძალიან, მინდა მაგასთან ურთიერთობა, მინდა მასთან ანუ კარგად გრძნობს ადამიანი თქვენს გვერდით. თავს თუ შვილები ყავთ, ვაფშე საერთოდ რა, ძალიან ან თუ უნდა დაუშვათ, ხო? მაგრამ ის რომ აი თქვა ადამიანი თქვენთან კარგად რო გრძნობს თავს, აქ უეჭველე და ნუ ნახოთ თქვენი მომავალი თუ გაქვთ. მომავალი კი. მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, აქ პრინციპში მომავალი კი არის, მაგრამ მოიცადე დავამოწმო ეს მანძილს მაჩვენებს თუ
იცით როგორ არის გოგოებო, აქ დრო სჭირდება, აქ შეიძლება მანძილი იყოს თქვენ შორის. იმ მანძილში იცოდეთ თქვენ თუ დაუშვათ და მანძილი გექნებათ, აი არ ენერგიულად, იმიტომ რომ ეს მანძილი აუცილებელია, იმიტომ რომ იმ მანძილში ეს ადამიანი თქვენზე გაიგებს, თქვენს ფასს უფრო მიხვდება, უფრო გაიგებს და აქ ადამიანი თითქოს აი შეიცვლება და შედის იმპერატორის ენერგიაში. კი. გოგოება, აქ კიდე ვიღაცის იქნება ინფორმაცია, შეიძლება ვიღაცა სთან მოდის იმპერატორი, რო იცოდეთ თქვენ. აქ დაჟე როგორ არის? აქ კიდე ნახეთ, ორი ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ შეიძლება თუ დაუშვათ თქვენ აირჩევთ თქვენს მომავალს, თქვენს ფასს გაიგებს, შეიძლება დაუშვათ აი აქ ვიღაცასთან მოვა იმპერატორი, იმიტომ რომ ვიღაცა გითვალთვალებს ინტერნეტში. ნუ ეს ძალიან პატარა პროცენტს, მაგრამ დანარჩენს გეუბნებით, აქ იქნება ეს ადამიანი სადღაც მანძილზე გაიგებს, რომ თქვენ ხართ მისთვის ვინც ახართ რა, თქვენ ფასს გაიგებს და გამოვარდება თქვენსკენ გიჟივით. კი, მიხვდება რომ არ შემიძლია, ვერ გავუშვებ მე მაგას. ვერ გავუშვებ მე მაგას. იმიტომ რომ ვერავინ ვერ შემიცვლის მე მაგას, ვერავინ. ეს მიხვდება რომ თქვა, ეხლა მაგან თუ დაუშვათ ეხლა არა. ვერ აიცით როგორ არის, ეჭვიანობს, არავის აი ჩემია რა, არავის არ მინდა რომ ვიღაცამ ჩაერიოს აქ რა. არა. თქვენთან მოვა ეს ადამიანი. მაგრამ აი ზუსტად ეს იგი ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენ შემთხვევაში მოხდება ეხლა ან მანძილი, ან დაშორება, ან პაუზა, ან რაღაცა მაგდაგვარი, ან ეხლა მიმდინარეობს, ხო? იცოდეთ რომ აქ არის ადამიანში ძალიან დიდი ტრანსფორმაციები მიმდინარეობს და ეს მანძილი თქვენთვის სასარგებლოდ იმუშავებს რა. იმიტომ რომ მაგ მანძილში ადამიანი უფრო გაიგებს თქვენს ფასს, უფრო მიხვდება რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვის მას სჭირდება და ვის გარეშეც მაგას აი ნუ არ შეუძლია და საერთოდ ნუ არ შეუძლია რა, არ შეუძლია კარგი გაგებეთ რა, აქ დაფასება მიდის რა. უბრალოდ თქვენს უნდა მოიქცეთ სწორედ რა, არ უნდათ ნუ ეს უკვე ჩვენ მერე ვნახოთ რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ გეუბნებით რა, რომ არ გაეკიდოთ და იყავით დაკავებული თქვენი საქმეებით, თქვენი განვითარებით, თქვენი რა ვიცი ცხოვრებით რა. ადამიანს მიეცეთ საშუალება რომ იყოს იმ ენერგიებში. თუ ეს ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, გაიგეთ? ნუ ეკიდებით ამ ადამიანს, მიეცეთ სივრცე რომ ან თვითონ გაიგოს რა სჭირდება და რა არა. მამაკაცებს სჭირდებათ ეს გამოყვებულში ჯდომა. სჭირდებათ, რა ვქნათ, არიან ეგეთები. ეგენი ხა ნუ ქალები ვერ გახდებიან, ახლა როგორც ჩვენ ვართ რა ემოციები და უნდა მითხრეს და უნდა გამოხატოს, არ არიან ეგეთები. მაგას სჭირდება ნუ დრო უფრო სხვანაირად არიან აწყობილი ეს ადამიანები და ამიტომ ამათაც მიეცეთ დრო იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ურთიერთობა ყველაზე დიდი სამუშაო. არ გეგონათ რომ რადგან ადამიანი შეგიყვარდათ, შეხვდეთ, всё, ეხლა უკვე ყველაფერი იქნება მოფენილი ყვავილებით. ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ურთიერთობა ყოველთვის აგვეძლევა ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენ კი ვისიამოვნოთ, კი, კაია, მაგრამ ეგაც იცოდეთ, რომ იდეალურ პარტნიორთან ურთიერთობა როცა არის ადამიანი ვერ ვითარდება, მე რიგწყინდება და მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ აი მყავს გოგოები კონსულტაციაზე რომ მოდენ, არ მინდა, არ შემიძლია, ძალიან ნამეტანი ისეთი არის, რომ ყველაფერი იდეალური, არ მინდა ეგეთი და მე ხვდება ცოტა გიჟი, ასე რომ თქვა, ეხლა კარგად ვარ. იმიტომ რომ შენშიც მიდის რაღაცები, ეს ემოციებიც გჭირდება, ეს ნუ პროცესები გჭირდება. მაგრამ ეგაც უნდა ვიცოდეთ, რომ მე ეს ადამიანს საშუალება რომ განვითარდეს, განვითარდეს რა, ნუ დაფიქრდეს, გააცნობიეროს, რაღაცა, ნუ ჭირდება დრო რა, ჭირდება ბიჭებს დრო. უბრალოდ მოთმინება და არ უნდა ჯდომა იქ და ტირილები და თავის რახუნი თქვენი საქმეებზე გადაერთეთ, თქვენს რაც გსიამოვნებთ, რაც მოგწონთ, იმით დაკავდეთ და სიტუაცია უფრო მალე გაერყვა, ვიდრე რომ თქვენ როცა ძიხად, ტირიხარ და ძაბავთ, სიტუაცია უფრო იძაბება. თქვენ როცა გაუშვებთ სიტუაციას, ხო? აი, ნახავთ თქვენ რა უცბად მალე შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, იცოდეთ.